მოგესალმებით ქალბატონებო და ბატონებო, ჩემო ძვირფასო ტელემაყურებლებო. ვაგრძელებთ საავტორო გადაცემათა ციკლს საუბრები ჟურნალისტიკაზე, სიმართლე სიკეთით. ჩვენი დღევანდელი სტუმარია ჟურნალისტი, პუბლიცისტი, პოლიტიკის მეცნიერებათა მაგისტრი, ეკონომიკის აკადემიური დოქტორი თამარ დოლიძე. მინდა სიამაყედ განვაცხადო, რომ ასეთი მრავალმხრივი, არაორდინალური, მიზანსწრაფული და წარმატებული სტუდენტი იშვიათად მყოლია, მიუხედავად იმისა, რომ 90-იან წლებში ნამდვილად გამორჩეული თაობა აღიზარდა ჩვენი თეთრი ტაძრის ჟურნალისტიკის ფაკულტეტზე. თავად განსაჯეთ, დიდი წარმატებით წითელ დიპლომზე დასრულებული კურსი ნოდარ ტაბიძის სკოლად წოდებული მაშინ ძალზე პრესტიჟული ჟურნალისტიკის ფაკულტეტისა. თვალსაჩინო საქმიანობა წამყვან ბეჭდურ გამოცემებში, რადიო ტელევიზიაში, 1000-ზე მეტი პუბლიკაცია და რადიკალურად შეცვლილი მოღვაწეობის სფერო. ჯერ პოლიტიკის მეცნიერებათა მაგისტრი ხდება, შემდეგ დოქტორანტურაში აგრძელებს სწავლას ეკონომიკის სპეციალობით. რამდენიმე წელიწადში ბრწყინვალედ შესრულებული და დაცული სადოქტორო დისერტაცია მსოფლიო დონის მეცნიერის აკადემიკოს ლადო პაპავას ხელმძღვანელობით, რომელიც მაღალ შეფასებას აძლევს სადისერტაციო ნაშრომის მნიშვნელობას როგორც თეორიული, ასევე პრაქტიკული თვალსაზრისით. მოვიდა ნამონარიც ვრცელი რეცენზიიდან, ხელმძღვანელის ვრცელი რეცენზიიდან. ნაშრომში მოცემულია ეკონომიკის რეალური სექტორის განვითარების შესახებ თანამედროვე თეორიების კრიტიკული ანალიზი და შესწავლილია ეკონომიკის რეალური სექტორის განვითარების თანამედროვე მექანიზმები. სადისერტაციო ნაშრომის უმთავრესი მეცნიერული სიახლეა იერარქიულ პრინციპზე დაფუძნებული რეალური ეკონომიკის განვითარების სამდონიანი სქემა მოდელის შექმნა, რომელიც ტექნოლოგიური და ეკონომიკური მექანიზმების სინთეზს ემყარება. იქედან გამომდინარე, რომ სადისერტაციო ნაშრომში თეორიულ საკითხებთან ერთად ძირითადი ყურადღება გამახვილებულია საქართველოში ეკონომიკის რეალური სექტორის განვითარების ხელშეწყობაზე, კვლევის საფუძველზე გაკეთებულია ფასეული რეკომენდაციები. ბრძანებს ბატონი ლადო პაპავა. წარმატებული კვლევებისა და მომავალ ეკონომისტებთან არაერთი სალექციო კურსის წაყვანის პარალელურად თამარს არასოდეს შეუწყვეტია მედიასთან თანამშრომლობა. იგი არის გრიგოლ რორთქიფანიძის საზოგადოების პრეს-მდივანი და საერთო გაზეთის კონსულტანტი ეკონომიკასა და სოციალურ საკითხებში. მოგესალმებით ქალბატონო თამარ. დიდ მადლობას გიხდით სტუდიაში მობრძანებისა და გადაცემაში მონაწილეობისათვის. დიდი მადლობა მივესალმებით თქვენს ტელემაყურებელს და უდიდესი მადლობა მოწვევისთვის. მოწაფეობის პერიოდიდან თანამშრომლობდით მედიასთან, აქვეყნებდით პუბლიკაციებს ჩოხატაურის რაიონულ გაზეთში. პირველი პუბლიკაცია, პირველი რედაქტორი, პირველი კითხველები, უთუოდ ძალიან მნიშვნელოვანი და ძლიერი ემოცია ჯერ კიდევ სკოლის მოსწავლისთვის. გახსენოთ ეს პერიოდი. სიამოვნებით. ეს იყო ჩემი პირველი ნაბიჯები ჟურნალისტიკაში. გახდით გიმნაზიის მერვე კლასელი, როცა დავწერე პირველი პუბლიკაცია ჩემ მშობლიურ სოფელზე და აღწერდი იმ ბუნების გარე სოფელი დაბლაციხე. გურიის სოფელი ყველა ერთმანეთზე ულამაზესია. ჩრდილოეთ გურია არის ულამაზესი ნამდვილად. კავკასიონის ეს საოცრება და ბახმაროს მთები და აჭარაგურიის მთები და ეს მწვანეში ჩაფლული წყალკოტი. აი, მაშინ მეჩდება გალაქტიონის ანაკალონეთის ასოციაცია და ასე შემდეგ. და აი, ყველაფერი ეს ისახება იმაში, რომ რაღაცნაირად აი თუ უფალმა მოგცა ეს წერის ნიჭი, რომ შენს ასე ვთქვათ არსებაში თუ ამას შეატყობ, რომ რაღაცნაირად ეს გადაიტანო და ფურცელზე და თავისუფლება მივეცი, რომ ეს რაც დავწერე მე მოწაფემ
აი ესე ხელნაწერი მივიტანე რედაქციაში და სხვათა შორის ძალიან ჩვენი კოლეგა პროფესიონალი ქალბატონი ძალიან კარგად შემოხვდა ძალიან ასე ვთქვათ დადებითად განეწყო ჩემს ქალბატონებს ქალბატონი ია მამალაძე ჩვენი კურსდამთავრებულია თსუ ჟურნალისტიკის ფაკულტეტის და როგორც მე სტუდენტობის პერიოდში ბევრი პროფესორი მეუბნებოდა რომ ერთ-ერთი გამორჩეული სტუდენტი იყო და ქალბატონმა იამ ეს ჩემი ხელნაწერი რომ მივიტანე იქვე ჩემს თვალწინ წაიკითხა ძალიან შემაქო და მითხრა რომ თქვენ თუ სურვილი გექნება თუ ჩვენ სიამოვნებით ვითანამშრომლებთ თქვენთანო და იდეები აბსოლუტურად მომცა თავისუფლება რომ აი რაც მიგაჩნიათო გაგვიზიარეთო და იმუშავეთო და აი ესე დაიწყო ანუ თქვენს გემოზე სურვილიც გექნება და განწყობაც ხო და მე შემოქმედებითი თავისუფლება სრული შემოქმედებითი თავისუფლება და აი ეს იმდენად კარგი ის იყო დასაწყისი რომ აი ამანაც მე ერთგვარი სტიმული მომცა და ეს განწყობა მოგეხსენებათ რაოდენ მნიშვნელოვანია შემოქმედეს ამას აქში დიახ და მე აი რაც შეეხება მკითხველთა დამოკიდებულებას მეუბნებოდნენ რომ აი თქვენი მასალა წავიკითხე რა კარგი გოგონა ხარყო ჩაყნო ყველაფერი დადებითი მახსოვს სკოლა როგორ შეხვდა სკოლა ძალიან კარგად და აი მახსოვს რომ ქართულ ენასა და ლიტერატურაში არაჩვეულებრივი პედაგოგები მასწავლიდნენ ბატონი ალეკო კვინტრაძე მასწავლიდა ბრწყინვალე ფილოლოგი გახლავთ და კარგად წერდი თავისუფალ თემებს და აი ამანაც ერთგვარი ბიძგი მომცა იმის საფუძველი სკოლა ყველაფრის და იყო მაშინ და რა ვიცი აბსოლუტურად ეს პედაგოგიური გარემოც აღფრთოვანებით შეხვდა და აი ესე უწყვეტად თანამშრომლობდი მოწაფეობის პერიოდში წერდი თემატიკა ძალიან მრავალფეროვანი იყო მოგეხსენებათ გურია ძალიან საინტერესო რეგიონია და აი სადაც სწავლობდი გიმნაზიაში იქვე გვერდით იყო კულტურის სახლი და ისეთი ჰანგები გამოდიოდა იქ ფოლკლორული ანსამბლი მუშაობდა და ესე იგი მე აი მაგაძეც დამიწერია შემდეგ ჩამოდიოდნენ სუხიშვილები მათზეც დამიწერია მოგეხსენებათ ახლა დუმბაძის სამყარო ბატონი ნოდარ დუმბაძის სახლ-მუზეუმი რომელიც დაბაში არის იმ სახლ-მუზეუმზეც დამიწერია მე მოგვიანებით აშენდა სოფელ ზენობაში ნოდარის სახლ-მუზეუმი იქაც როგორც კი გაიხსნა ისიც ოპერატიულად ეხმიანებოდი პუბლიკაციით ავსახელობა ასე რომ პირველი საფუძველი ჟურნალისტური ნაპერწკალი გურიდან მოდის მადლიანი კუთხი მე უკვე მეც კარგად მახსოვს კიდევ უფრო ინტენსიურად იყავი ჩართული სტუდენტობის პერიოდში მედია საქმეში გაზეთი თბილისის უნივერსიტეტი ჩვენი გივი შეყილაძის ხელმძღვანელობით ახალგაზრდა ჟურნალისტი რომელიც სასწავლო გაზეთი იყო ფაკულტეტზე და ყველა კურსი ამაზე მუშაობდა რა თქმა უნდა რჩეული სტუდენტები და ამის განსაკუთრებული უნარის მქონე სტუდენტები სხვათა შორის თემურ ჩალაბაშვილის ჰამლეტ გონაშვილი აი სწორედ მანდ დაიბეჭდა პირველად გახსოვთ თქვენი სტუდენტობის პერიოდში იყო ის ძალიან ესეთი ამაღელვებელი შეხვედრა იყო თემურთან ჩვენი სტუდენტებისთან რაც თავია სტუდენტური ტელევიზია ქონდა საწინდარი არაჩვეულებრივი პედაგოგის რადიო ჟურნალისტი ჩვენი პროფესორი ნუგზარ ნაცვლიშვილი ხელმძღვანელობით აი რა მოგცათ ყოველივე ამან როგორც მომავალ ჟურნალისტს ქალბატონ დიანა აიცით რა აუ ისეთი შეკითხვა რომ აქ
აბსოლუტურად ობიექტური ვიქნები და გეტყვით, რომ აბსოლუტურად ყველაფერი მომცა და კონკრეტულად რა. ის რომ აბსოლუტური თავისუფლება ჰქონდა მაშინაც შემოქმედებითი და სხვაგვარად როგორ და ბატონი ნუგზარი არის იდეალური ადამიანი და უდიდესი პროფესიონალი, ისე ზრუნავდა ჩვენთვის და ისე გვედგა გვერდით, რომ არასოდეს არ დამავიწყდება ეს მხარდაჭერა და შეგვეძლო რომ იდეა, რომელიც ჩვენ გვქონდა თითოეულ ჩვენგანს, მისთვის ძალიან, ასე ვთქვათ, თამამად გაგვეზიარებინა. თუ ბატონი ნუგზარი ამას მიიღებდა, მერე სცენარად ვაქცევდით ამ ჩვენ იდეას. და შემდეგ შემოქმედებითი ჯგუფი, საკმაოდ კარგი ჯგუფი იყო, იქ ოპერატორიც, რეჟისორიც ყავდა და საშა იყო უნაფქოშვილი. ეხლაც არის ბატონი საშა და არაჩვეულებრივ გარემოში გუნდი იყო მთელი, რომელიც ერთ ოჯახად კრავდა სურვილის მქონე სტუდენტებს. კი, და აბსოლუტურად იყო ყოველი, ასე ვთქვათ, გადაცემა, რომ გზრდიდა, ეს იყო საოცარი სკოლა, კურწუთნიდნენ და როგორ გითხრათ, ყველა გადაცემიდან გადაცემამდე მე ვგრძნობდი ჩვენს თავზე, რომ როგორ ვიზრდებოდი და რაღაცნაირად მეტი რწმენა გიჩნდებოდა. შენ სიტყვას ხმის კანკალით თუ რაღაცას თავიდანვე ვიწყებთ, მე ცოტა სიმტკიცეც გაგვიჭდა და თავდაჯერებულობა. მიზანიც ეს იყო ამ გუნდის, სასწავლო ჯგუფი იყო ეს რა თქმა უნდა და კარგია რომ ასეთი შთაბეჭდილებით ნამდვილად დიდი სიკეთის მომცემი იყო ეს ტელესტუდია და ბევრი ძალიან კარგი პროექტი გაგვიკეთებია, სტუდენტური პროექტი და მაშინაც საუნივერსიტეტო ცხოვრებაში გავიტოდიან, რაც იყო მნიშვნელოვანი ღირებული, ყველაფერს ჩვენ მედია მხარდაჭერას უკეთებთ. რა თქმა უნდა. კი ბატონო. და მერთიც მინდა ვთქვა, რომ შემოქმედებითი საქმიანობა ეს ისეთი საქმიანობაა, თქვენ ყველაზე კარგად მოგეხსენებათ, რომ დრო ძალიან სწრაფად გადიოდა და ისე ხდებოდა ღამის 12-ის ნახევარი, რომ ჩვენ დროს ვერ გძნობდით და ვერც უკაცრავად, მაგრამ შიმშილსაც ვერ გძნობდით და ბატონი ნუგზარი იტყოდა, კაცო, ბავშვები დამეხოცება მშიერი და გავიდოდა და მოიტანდა ყველაზე გემრიელ რაღაცებს. ეს არის უდიდესი ადამიანი და მთელი გულით მიყვარს. ჩვენც გვიყვარს, ჩვენი ძალიან საიმედო კოლეგა, სხვათა შორის ბევრი კომერციული მოვიარე მერე ისე წავიდა ჩვენ სადაც წავიდოდი ყველგან ნუგზარს ვიწვევდი, იმიტომ რომ საიმედო კოლეგა იცი რომ ჩააბარებ სტუდენტს და იქ მაქსიმუმი უმაღლეს დონეზე გაუკეთდება, ასე რომ ღმერთმა ამრავლოს ასეთი პედაგოგები. და ასეთი რამ მინდა კითხო, ვიცი რომ შენთვის ძალიან ძვირფასია ნოდარ ტაბიძის ჟურნალისტური სკოლა, რომლის აღზრდილიც ბრძანდებით. ნაწილობრივ კი ილაპარაკე, იმიტომ რომ სკოლის ნაწილია ნუგზარიც რა თქმა უნდა, მაგრამ რას ნიშნავს შენთვის დღეს გადასახედიდან ეს სკოლა? რაც უფრო დრო გავიდა, ბატონ დიანა, მით უფრო მეტი ღირებულება შეიძინა ამ სკოლამ ჩემთვის და მინდა აღვნიშნო, რომ მე როცა ჩავირიცხე უნივერსიტეტში ჟურნალისტიკის ფაკულტეტზე 1998 წელი იყო და ბატონი ნოდარ ტაბიძე იყო ჩემი დეკანი. და როცა ღია-კარის დღე ტარდებოდა და პრეზენტაციას აკეთებდნენ ყველა ფაკულტეტის დეკანი გამოდიოდა და პრეზენტაცია მიმდინარეობდა ჩემზე საუნივერსიტეტო ფაკულტეტიც გქონდა ხოლმე. საუნივერსიტეტოზე მოგახსენებთ და
ბატონი ნოდარ ტაბიძე, ვიცოდი ტელევიზიით და იქ რომ მოვუსმინე, აი ჩემ თავს უთხარი, რაც არ უნდა დამიჯდეს, მე მხოლოდ ამ კაცის ფაკულტეტზე უნდა ვისწავლო და ეს აზრი რომ ჩავიდე თავში, დიდი წინააღმდეგობების გადალახვის შედეგად მივაღწიე და გავხდი ჟურნალისტიკის ფაკულტეტის სტუდენტი. არ იყო ნამდვილად დიდი კონკურსი იყო და შემოქმედებითი კონკურსი ტარდებოდა წინასწარ. ეხლა დიდ ბოდიშს ვიხდი, მაგრამ დიდმა უმრავლესობამ წერა კითხვა რო არ იცის ჩვენი ვარსკვლავებისა. შემოქმედებით ტურებს თუ ვერ გაივლი და ის დაშვებული არ იყო გამოცდებზე და რა იყოს ელემენტარული იყო. ზოგადი განათლება წერის უნარი, შემოქმედებითად წერის უნარი და ბოლოს დავამატეთ კამერის წინ აზროვნება, ვისაც ტელეჟურნალისტიკა უნდოდა. და მოაზროვნე ჟურნალისტების ეპოქა დაიწყო, უკვე ის დიქტორი, ცალკე სცენარისტი უკვე აღარ იყო თანდათან, ხო? ამიტომ მოაზროვნე ჟურნალისტების ეპოქა იწყებოდა და ცდილობდით მოაზროვნე შემოქმედებითი უნარი დაჯილდოებულდა. ამ კონკურსს რო გაივლიდა სტუდენტი, ჯერ ერთი უფრო საინტერესო იყო მასთან მუშაობა და რასთან აზრი ჰქონდა მასთან მუშაობას, ასე რომ მართლა დიდი ბარიერის გადალახვა მოგიწევდა, დიდი და საჭირო ჩემი აზრით. ნამდვილად და მე მიმაჩნია, რომ ეს გადაწყვეტილება ვინც მიიღო მაშინ და ეს ვინც ეს დიდებული გადაწყვეტილება, რომელსაც აუცილებლად უნდა მიუბრუნდეთ. იმიტომ რომ როგორ გვებრძოდნენ მაშინ ვერ ვიცი. ბელინსკი, რომელიც ნინუსია მახარაძემ ასწავლიდა, არაჩვეულებრივი პროფესორი. და ბელინსკის შემოქმედებას როცა ვსწავლობდით, ისე ჩამრჩა იცით ეს გენიალური მისი გამოთქმა, რომ როგორც პოეტები, ასევე ჟურნალისტები იბადებიან და აი შემოქმედებითი შრომა სულ სხვა ტიპის და ხასიათის. ეს თუ შენ არ მოგეცა განგებისგან ყველაფერს ვერ ისწავლი და აი სწორედ ის შემოქმედებითი ტური ადგენდა შეგიძლია თუ არ შეგიძლია აი გაქვს შენ ეს მოცემულობა თუ არ გაქვს და იყო აუცილებლად მიხარია ეს რომ ეს საჭირო დიდი ომები გადავიტანეთ და სამწუხაროდ დიდ სამარჯვებით არ დასრულდა ეს ომები. დიდ საქმეს აკეთებდა. მე იმედიმაქვს, რომ მიხვდება ჩვენი განათლების მესვეურები, მიხვდებიან, რომ ასე არ შეიძლება. მიკროფონის ხელში დაჭერა არ ნიშნავს ჟურნალისტობას და საერთოდ. და აი ძალიან მძიმე და დიდი თემაა, ასე რომ ბატონო ნოდარზე მინდა ვთქვა, რომ წინვალე პიროვნება ბრძანდებოდა. აი გამორჩეული ყველანაირად. მისი ლექციები ეს იყო როგორ გითხრათ ფაქტობრივად ეს იყო ძალიან დიდი დღესასწაულები. როგორც ზეიმზე ისე მოდიოდა თვითონ და შენ გაიძულებდა რომ ზეიმად გაიძულებ და კარგი გაგებით. დიახ და ზეიმად გიქცევდა შენ. ნამდვილად და ეს იყო დღესასწაული და როგორი მე არ მახსოვს ბატონო და ლექციაზე სადმე რაიმეში ჩაეხედოს ოდესმე. ესე იგი სივრცეს გაყურებდა და აუდიტორიას რასაკვირველია ფლობდა ბრწყინვალედ და ასე გვესაუბრებოდა. და ეს იყო მე ძალიან გულინწყდება რომ არ მაქვს ჩაწერილი მისი ლექციები. ეს უნდა ჩაგვეწერა, იმიტომ რომ ეს მართლა უნიკალური. მაშინ ასე ინტენსიურად ეს ვიდეო ჩაწერილი. კაცმარო დღეს კოვიდი ხო საშინელება იყო, მაგრამ მე მიმაჩნია რომ გარკვეული აზრით საინტერესო იყო, რომ ლექციის ჩანაწერები კეთდებოდა. და რაღაცნაირად დარჩა ის, რაც მე ზოგჯერ იკარგება აუდიტორიაში, რჩება კოსმოსში კი მიდის ამბობენ, მაგრამ იქ იმის მოძიება არ არის მარტივს. ნამდვილად დასანანია. აი მისი ყველა ლექცია იყო გეუბნებით არა მხოლოდ ინტელექტუალური ასე ვთქვათ პროცესი არტისტიზმი ბუნებრივი არტისტიზმი რაც აუცილებლად ჭირდება ნებისმიერ ლექტორს და ამ ხრივაც ბატონი ნოდარი საკმაოდ მკაცრ გამოცდას გეწყობდა ხოლმე ასე რომ შემდეგ მე მინდა ვთქვათ ამრიკო ის რომ
არ გარჩა თითქმის არც ერთი სოლიდური გადაცემა და ცოტა არ იყო იმ პერიოდში პოპულარული გაზეთი თუ ჟურნალი, სადაც თქვენ არის თანამშრომლად და სერიოზულად. გაზეთები ახალი ეპოქა, თბილისი, შანსი, საქართველოს რესპუბლიკა, დრონი, 24 საათი, 7 დღე, აი რა ნაწილობრივ გვაქვს აქ წარმოდგენილი და ყველა სხვა შეუძლებელია. რა ხიბლი აქვს ასეთ მრავალფეროვნებას და რთული არაა თითოეული სტილის, თემატიკის თუ სარედაქციო პოლიტიკის გათავისება, გათვალისწინება. ხო გასაგებია რომ ისე უბრალოდ ეს არც ერთი გამოცემა არ გამოდიოდა, ყველას თავისი განსაზღვრული პროგრამა ქონდა, ესთეტიკა ქონდა, დეონტოლოგიური პრინციპები არა, ანუ ნაკლებად ახლა მისაღები ზოგადად პროფესიულად ჟურნალისტური დეონტოლოგიის ფარგლებში, მაგრამ ყველა გაზეთი იყო ერთი დიდი სამყარო, სადაც კი ქონდა შემოქმედებითი თავისუფლებაც ხარდია, ისეთ პერიოდში ვიყავით ჩვენ ამ გამოცემებში, მაგრამ იყო უკაცრესი მოთხოვნებით იქა რა, ესე არ არის აბსოლუტური თავისუფლება, ნონსენსია ხომ ერთალია ჩვენ მორალის, ნეობის და ასე შემდეგ ფარგლებში უნდა ადამიანურად ვიმოღვაწეოთ არა ჰუმანიზმის პრინციპებიდან გამომდინარე. ასე რომ ამდენ კოლექტივს მოერგო, ამდენ რედაქტორს კარგი გაგებით რა თქმა უნდა და იყო საინტერესო მკითხველისთვის. ამაზე მინდა რომ ვესაუბროთ ჩვენს ახალგაზრდებს, ზოგადად მაყურებელს. საინტერესო ეს ამოუწურავი თემა, მაგრამ რამდენადაც შეიძლება კომპაქტურად. საინტერესოა ძალიან აი ესე თქვენ ესე რომ ასე ვთქვათ ფორმულირება მიეცით ამ საკითხს. მე მინდა გითხრათ რომ პირიქით ეს იყო ჩემს ინტერესებში შედიოდა. პირადად მე მაინტერესებდა რომ ბევრ გამოცემასთან მქონოდა პროფესიული ურთიერთობები და ეს მრავალფეროვნება პირიქით ჩემთვის იყო ძალიან კომფორტული. იმიტომ რომ იქ რაღაცა ისეთ დეტალს ვიღებდი, რომელიც სხვაგან არ იყო. და ეს ძალიან კარგი სიტყვაა ეს, რომ რაღაცნაირად გავსებს, იცით, ეს რაღაცა პლასტებს იქ ეზიარები რაღაცას იქ და ეს საბოლოოდ რაღაცა ჯაჭვს ქმნის, რომელიც შენ პირველ რიგში პიროვნებად გაყალიბებს და თანაც ურთიერთობები, რომელიც არის ყველაზე ძვირფასი არა ადამიანისთვის. ამ პროფესიაში მით უმეტეს. აი ამ ურთიერთობების ასე ვთქვათ საოცარ ამ განზომილებაში შედიხარ და უფრო და უფრო ასე ვთქვათ ხდები ისეთი რომ თვითკრიტიკულიც უფრო მეტად და ასე ვთქვათ შენ როცა ადამიანი უფრო მეტ ასე ვთქვათ გამოცემასთან, უფრო მეტ რედაქციასთან პროფესიულად მუშაობ, ეს საბოლოო ანგარიშით იძლევა ძალიან კარგ რეზულტატს. და პროფესიონალიზმი ფართოვდება, იზრდება, გამოცდილება, საქიმ ფორმში მაგალითად მქონდა სხვა სპეციფიკა. იქ სვაბოდნაია გრუზიას რედაქცია გახსოვთ რა ძლიერი პროფესიონალები იყვნენ და მე გავიხსენებ ის ბორია იმნაძეს. ესე იგი ჩვენი არაჩვეულებრივი კოლეგა და ბევრნი იყვნენ და აი ეს ყველაფერი გზრდის და გამდიდრებს და ეს მიმაჩნია რომ ჟურნალისტი თვითონ ბუნებით უნდა იყოს ყველაზე მეტად მაძიებელი ადამიანი და მე ბუნებით ასეთი ვარ. და ამდენად ეთყობა თქვენს ბიოგრაფიას, რადგან აი მოგვეცემა საშუალება, მაგრამ მაინც ცალკე საუბრის თემად გამოვყავი 2003 წლიდან 2007 წლამდე გაზეთი ახალი 7 დღე, სადაც ჯერ კორესპონდენტად მიხვედით, შემდეგ ეკონომიკური განყოფილების უფროსად მუშაობდით. როგორ გაიხსენებთ ამ პერიოდს?
სხვათა შორის ეს რედაქცია ჩემთვის არის თქვენ აღნიშნეთ და ჩემი პროფესიული ბიოგრაფია ამის დასტურია, რომ ჩემი ბუნებით მაძიებელი ვარ, მე თქვი და აი აქედან მოდის ის, რომ კიდეც ჟურნალისტი ასეთი. აქედან მოდის ის, რომ მე ბევრ გამოცემებთან მქონდა პროფესიული ურთიერთობა და სერიოზული ურთიერთობა, არა ისეთი ეპიზოდური. დიახ, და აი შემდეგ როცა მე ამ რედაქციაში აღმოჩნდი, იმდენად კარგი რედაქტორები დამხვდნენ იქ, რომ მართლაც ძალიან გამიმართლა. გამოვყოფ ქალბატონ ხათუნა მაისაშვილს, იმიტომ რომ მე უფრო მეტად კონცენტრირებული ვიყავი ეკონომიკის თემატიკით და ქალბატონ ხათუნა მაისაშვილი სწორედ ამ მიმართულებით იყო და თვითონაც არაჩვეულებრივი პუბლიკაციები ჰქონდა. არაჩვეულებრივი და აი ჩვენ ერთად გეგმავდით ქალბატონ დიანა თემატიკას. ყველანაირად გვერდით მედგა. ნებისმიერ დროს შემეძლო დამერეკა მისთვის და მეტყოდა თან როსულ ხაზზე ვარ. აბა საყვარელო, მიხედე საქმეს, ძალიან დადებითი ადამიანია. საქმის ერთგული და ძალიან მიხარია, რომ ეხლა სტუდენტებთან არის და გადასცემს ამ თავის დიდ გამოცდილებას და ერთ-ერთი საიმედო ლექტორი. და ძალიან ასე ვთქვათ, მაღალი დონის ქალბატონია. მასთან საუბარს არაფერი ჯობს. იცი, ხათუნა ჩვენი სტუდენტი იყო და მე როგორც კოლეგასაც მქონდა რამდენიმე გადაკვეთა ისეთი სერიოზული არა, სერიოზული იყო, ახლა ამერიკის ელჩი ვატარებდა ეგრეთ წოდებულ სწავლებას, როცა იმათივე აღიარებით ჩვენგანაც სწავლობდნენ და იქ ძალიან კარგად ისე ონლაინ იყო კოვიდის პერიოდში, მაგრამ ძალიან სასიამოვნო ჩემთვის ძალიან ბევრ ასეთ საინტერესო კოლეგას, მათ შორის ხათუნასაც აი გქონდა შეხება მას. კი, ძალიან აკადემიური. კი, ძალიან კეთილგანწყობილი, ძალიან მშვიდი და ბევრი რამ მომცა მე ახალი 7 დღის რედაქციამ. იქ აგრეთვე ქალბატონ ლია ტოკლიკიშვილი, წინვალე ფილოლოგი და წინვალე ჟურნალისტი. ძალიან ასე ვთქვათ, აი როგორი იცით, გვერდით დგომა. აი დღესაც რო დამჭირდეს და ქალბატონ ליას დაურეკო, აი გვერდით დაგიდგება. ეს კოლეგიალობა ხო ჩვენი პროფესიული უიშვიათესი ადამიანები. და უნდა იყოს სხვაგვარად ეს გუნდური მუშაობის პრინციპია. და აი მაია გოგოლაძე პერიოდში გერმანიაში მოღვაწეობდა, მაგრამ მობრძანდებოდა ხოლმე და ძალიან მაღალი დონის ჟურნალისტი გახლავდა. ეს მინდა გითხრათ, რომ აი ამ ყველაფერთან ერთად ქალბატონო დიანა უფლისნებით იყო რაღაცნაირად დიდი სამყარო ჩემთვის, სადაც ვერც დაღლავს გრძნობდი. და ისე ვიდექი აი მახსოვს განსაკუთრებით ახლა ყოველკვირეული იყო, ანალიტიკური იყო და მას არ იყო იოლი, რომ აი ფორმაში ყოფილიყავი და ყოველ ინტენსიური აზროვნება, დიდი დატვირთვა, ყოველ ნომერში ასე ვთქვათ შენი პუბლიკაცია დაბეჭდილიყო, ესე ვთქვათ და აი იმდენად იყო ეს მუხტი, რომ ყველა ვიყავით მართლა აი მუშკეტერული პრინციპით გაერთიანებული და ისა რომ ნამდვილად აი ყველა ერთ საქმეს ვემსახურებოდით მთელი გულით და მთელი მონდომებით. და ამის პარალელურად ტრანსპორტისა და კომუნიკაციების სამინისტროში პარალელურად გავხაზავ დარგობრივ გაზეთში აბრეშუმის გზა, რომელიც დღესაც ძალიან აქტუალურია, ეკონომიკური განყოფილების უფროსად იმუშავეთ და 2007-2009 წლებში ჟურნალ ცნობის ფურცელის აღმასრულებელი რედაქტორი და ავტორი ბრძანდებოდით. დარგობრივი გამოცემების განსხვავებულ სპეციფიკაზე რას გვეტყვით? აღარ ვლაპარაკობ იმაზე, რომ ერთდროულად ამხელა დიდი საქმის აწევა. ცოტას გავიხუმრებ, მხოლოდ გურულის ენერგია შეუძლია. ალბათ ესია. გურულის ტემპებს და ენერგიულობას. ეხლა იცით რა არის კაპიტანა? ეს ჟურნალისტიკა არის ჩემი ბუნება, ეს
ჩემში არის და იმდენად მიყვარს ეს ჩემი პროფესია, რომ აბსოლუტურად რაც შანსი მომცა მაღალმა ღმერთმა ყველა გამოვიყენე და აი ახლა როცა ქალბატონმა ხათუნა მაისაშვილმა მითხრა ერთ-ერთ თათბირზე რომ უნდა წაგზავნდეთ თამარ ტრანსპორტისა და კომუნიკაციების სამინისტროში იქ არის სერიოზული დავა საკონსტიტუციო სასამართლოსთან კომპანია აირზენასა და სამინისტროს შორის ეხლა ქალბატონ დიანა რო გითხრათ რომ ეს თემატიკა მომეწონა ობიექტურად გეტყვით არ მომეწონა იმიტომ რომ ყველაზე მეტად აი ჩემ პროფესიულ საქმიანობაში გაურბოდი სამართლის თემატიკას და მაგრამ როცა მიიღებ დავალებას ის უნდა შეასრულო და ვეთანხმე და უთხარი მივალ გავერკვევე და ეხლა თქვენ ჩემი პროფესორი ბრძანდებოდით და მაგ ყველაფერს თქვენგან ვსწავლობდი და აი ყველა ეს მექანიზმი რომელიც თქვენ გვასწავლეთ აი უნდა სწრაფად გაიაზრო შენ თავში უნდა ნახო ძალა და მასალაზე გაეშურო და მივედი ტრანსპორტისა და კომუნიკაციების სამინისტროში რა თქმა უნდა გავიარე ის ყველა ბიუროკრატიული მექანიზმი და აღმოჩნდი ტრანსპორტისა და კომუნიკაციების სამინისტროს პრესსამსახურის უფროსთან სხვათა შორის ძალიან კარგი ქალბატონი იყო და მითხრა რომ ჩვენო ან უთხარი რა პრობლემაზე ვიყავი აბსოლუტურად კოლეგიალურობა გამიწია და დამეხმარა და მე ეს მასალა დავწერე და სხვათა შორის აქაც მაგ წამოღებული მაგსაკითხზე რაც დავწერე და მოკლედ აი ასე მივიღე ქალბატონ დიანა ამ პიროვნებისგან ეს შემოთავაზება რომ მე მაქვს აქ დარგობრივი გაზეთიო და მომიტანეთო თქვენი პუბლიკაციები როგორც ჩანს დაბეჭდილება დატოვეთ თქვენს მასზე ისე როგორც ეს წინადადება მივიღე მისგან შევთანხმდით დროზე მე მიუტანე ჩემი პუბლიკაციები დაიტოვა და რამდენიმე ხნის მერე დამირეკა და მითხრა რომ სიამოვნებით ვითანამშრომლებ თქვენთანო ასე მოვხვდი მე აბრეშუმის გზის რედაქციაში თავიდანვე კორესპონდენტი ვიყავი მე ეკონომიკური განყოფილების უფროსი გავხდი და არაჩვეულებრივი გარემო იყო ქალბატონ დიანა და მე რო ეკონომიკაში მქონდა გარკვეული გამოცდილება მოგეხსენებათ აი ამალა ძალიან დამეხმარა და აი სპეციფიკა რომელიც აქვს ტრანსპორტს კომუნიკაციას ძალიან მალე აუღიალყო თან იქ პროფესიონალთა ჯგუფი იყო სამინისტროში და ისეთი კარგი ადამიანები იყო რომ არ მოგერიდოთ გეტყოდათ რაიმე თუა გაუგებარი გკითხეთ და აი ამ თანამშრომლობით ამ კოლაბორაციული მიდგომით მე დავძლიე სპეციფიკა და სხვათა შორის წერდი სუფთა დარგობრივ სტატიებს ტრასეკას პროექტებზე და ასე ვთქვათ იქ საზღვაო საოკეანო სანაოსნოს მთელი დეპარტამენტი შემოდიოდა ფოთის პორტში ჩავსულ ვარ ბათუმის პორტშიც და ასე ვთქვათ მე ეს სისტემა ძალიან კარგად ვიცი ბატონო და მინდა რომ ჩვენს მაყურებელს ეს ულამაზესი ჟურნალი გადახო ეს იმ პერიოდში ქალბატონი თამარი ყდაზე მოგეხსენებათ ცოტა გაგიჭირდება თავიდან გარჩევა მოდელია თუ ჟურნალისტი თანაც ასეთ სერიოზული თემებისა მაგრამ აი ასეთი იყო ეს ცნობის ფურცელი სადაც გაღრმავდა და ინტერესი გაღრმავდა საფუძველი უფრო მყარი გახდა თქვენი და მივედით თქვენს სამაგისტრო ნაშრომზე ვერ შეჯერდებით ეხა ის იყო პოლიტიკის სფეროში სამაგისტრო ნაშრომი და დაასრულეთ და მიიღეთ აი სხვა სფეროში ასეთი განათლება და მივედით უკვე თქვენ სადისერტაციო ნაშრომთან სადაც მე რო გავეცანი თქვენი პრაქტიკული რეკომენდაციების ჩამონათვალს შთაბეჭდილება დამჩა რომ ფაქტობრივად ეკონომიკის განვითარების სახელმწიფო პროგრამა გაქვთ ლამის შემუშავებული და ეს მარტო ჩემი აზრი არ არის რეცენზენტებისა
მედიკოსისა და ხელმძღვანელის რაც თავარია უმაღლესი რანგის პროფესიონალების დაბეჭდილება. აი შესაბამისი უწყებები და ვინმე ხომ არ გაეცნო და გაითვალისწინა ჯერჯერობით. ხო ეს გუშინდელი დღეა, ხო ერთი წელიც არ არის გასული. აი ეს რეკომენდაციები პრაქტიკულ საქმიანობაში ხომ არ დაინერგა სადმე? ეხლა ქალბატონ დიანა ძალიან კარგი შეკითხვა, იმიტომ რომ დისერტაცია ფაქტობრივად მხოლოდ სამეცნიერო ასე თქვა თვითმიზანი არ არის მეცნიერული შედეგი. ეს არის ფაქტობრივად ის ყველაზე ღირებული არის მისი პრაქტიკული გამოყენება. ხო ჩვენ ფაქტობრივად მე და ჩემმა სამეცნიერო ხელმძღვანელმა დიდი საქმე გავაკეთეთ. ეს ობიექტურად რო ვთქვათ, ფაქტობრივად შეუსწავლელი არა მხოლოდ საქართველოში მთლიანად ეს პრობლემა და თანაც აი თეორიული ასე ვთქვათ მიმართებით, ხო, აბსოლუტურად არის მსოფლიო მასშტაბით შეუსწავლელი. ჩვენ დიდი საქმე გავუკეთეთ ამ ნაშრომის შექმნით მომავალ ჩვენს კოლეგებს, მომავალ ასე ვთქვათ დოქტორანტებს, მომავალ მკვლევრებს და სახელმწიფოს რაც შეეხება ბევრი გამომეხმაურა სხვათა შორის აი ის დოქტორანტები, რომლებიც მუშაობენ აი ამ პრობლემაზე, რაც და ბევრს გადაუგზავნებ, ბევრმა მადლობა გადამიხადა, რომ გამოვიყენეთ და გმადლობთ და აი რაც არის ეს უფრო აკადემიურ სფეროში ქალბატონ დიანა და მე ეხლა რაც იყო წესით გათვალისწინებული, რაც ფაკულტეტის სამეცნიერო სამსახურმა მითხრა, რომ უნდა მიიტანოთ დაცვის შემდეგ საჯარო ბიბლიოთეკაში. ეს თავისთავად. დიახ, უნდა მიიტანოთ ჯავახიშვილის ცენტრალურ ბიბლიოთეკაში, ყველაფერი მიტანილია. მაგრამ გამოძახილი თუ ქონდა. ხო, გეტყვით და საჯაროთაც არის ატვირთული ელექტრონულად. ასე რომ ეგ ახლა კარგად არის ორგანიზებული ბოლო წლებია. რა წონს ვერ დასდებს ადები. კი, ანუ ამას რატომ მოგახსენებთ, რომ თუ დაინტერესდება ეს აბსოლუტურად თამრიკო თუ გასაგებია დაინტერესდებით კი ეს მაინტერესა. ჩემამდე ჯერ ამოსულა ეს ინფორმაცია. ხო, ჩემამდე ამოსულა. ხო, ისე ეკონომიკის სამინისტროში. დიახ. მე ვიმედოვნებ, რომ არიან იმ დონის სპეციალისტები, რომლებიც თუ დაინტერესდებიან, ძალიან დიდ საქმეს გააკეთებენ და გაიადვილებენ, იმიტომ რომ ნამდვილად არის შექმნილი. მისცემს ეს ნაშრომი საფუძვლად. დიახ, ისეთი ბაზა, რომელიც შეიძლება მიმართო და კარგი საქმე, ანუ ეს არის ფაქტობრივად თანამედროვე ინდუსტრიული სახელმწიფოსკენ. როგორ წავიდეთ ამისკენ მიმავალი რაღაცა. ძალიან გულდასმით გავეცანი ამ ნაშრომს, იმიტომ რომ დამაინტერესა ელემენტარულად და ჩანს ეს ყველაფერი, არა მარტო ჩემი შეფასება, ეს სხვის შეფასება თვითონ არის რეკომენდაციები ჩამოწერილი. ეს ყველაფერი თუ განხორციელდა ჩვენს ეკონომიკას, რა ვიცი, არა თუ ამოისუნთქავს საკმაოდ ფეხზე დადგება. ფეხზე დადგება. ქალბატონ დიანა, მე აქვე გეტყვით. არ მეშინი ამის თქმა, იმიტომ რომ ეს აშკარაა. არაჩვეულებრივი რესპონდენტები მყავდა. კი ბატონო. მე მოგახსენებთ თქვენ, რომ უფრო მუშაობდი ეკონომიკის პრობლემატიკაზე და ისევ ჩემს სამეცნიერო ხელმძღვანელს მოვიყვან ყველაზე დიდ ავტორიტეტს დიახ ბატონო ხაბატონი ლადო ყველა იცის გასაკვირველია და უზარმაზარი გამართლება და პატივია რომ ისი და მე პასუხისგებლობა საოცარი რომ მასთან ამოდენ შრომას ასწერ ადამიანი ხო ასე რომ მე მართლა ვამაყობ თამრიკო ამითი სამწუხაროდ დიდი მადლობა დრო ცოტა და ახლა ერთ რამეს ვიტყვი რომ აი ჩვენ ყველაზე მეტად პრობლემა გვაქვს იმაში, რომ ჩვენ სუსტი ეკონომიკა გვაქვს ჯერჯერობით და ჩემი რესპონდენტი ბრძანდებოდა ბატონი ლადო. არაჩვეულებრივი მოსაუბრე გახლავთ. არაჩვეულებრივი და აი რა ისე თქმა მინდა,
როცა ჩვენ ესე ვთქვათ სამეცნიერო საქმეში მისი ხელმძღვანელობით მე მუშაობდი, იდეალური ასე ვთქვათ მეცნიერ ხელმძღვანელი გზანდება. იმდენად პასუხისმგებლობით ეკიდება ბატონი ლადო აი თითოეულ ადამიანის ბედს, მის პროფესიულ ზრდას, რომ იმ ხელსიკეთეს უკეთებს სახელმწიფოს, რომ აი ეს უნდა როგორმე გამგებმა კარგად გაიგოს და იქ თორემ ცნობილი ამბავია და იქვე გეტყვით ქალბატონ დიანა, რომ აი როცა ჩვენ აი ყველაზე მეტი პრობლემატიკა რაც მოდის მაინც ეკონომიკის წიაღია ხო და აი როცა მე ჟურნალისტად მუშაობდი, მაშინ ბრძანდებოდა ეროვნული ბანკის პრეზიდენტი ბატონი ნოდარ ჯავახიშვილი. სხვათა შორის ძალიან კარგი სპეციალისტია და მოაზროვნე კაცია, ნამდვილად ქართული ცნობიერების. და მე ვუთხარი ბატონ ნოდარს ასეთი რამ, რომ ბატონო ნოდარ, ჩვენ გვაქვს არაჩვეულებრივი გეოლოგიური სკოლა. ხო, დიდი ალექსანდრე ჯანელიძის მიერ შექმნილი. მე მეთქი, აი არაფერი არ მინდა არავისგან, პირადად მე შევისწავლი აი ამ ჩვენს ბუნებრივ წიაღისეულს, ამ ჩვენს ბუნებრივ რესურსებს. დავსხდეთ მეუთხარი და შევადგინოთ ბიზნეს გეგმა რეალური, რომ აი ჩვენ რა გვაქვს მიწის შიგნით, რა გვაქვს მიწის ზევით. ეხლა ეს გაერო დათვალა ქალბატონ დიანა თავიანთი მეთოდოლოგიით, რომელიც არის აბსოლუტურად არამეცნიერული და საქართველოს მატერიალური დოვლათი გაერომ შეაფასა 284 მილიარდ დოლარად. გაცილებით მეტია. და მე შევთავაზე ბატონ ნოდარ ჯავახიშვილს, რომ შევადგინოთ ბიზნეს გეგმა და მაინც ვალებში ვართ გახვეული და დავიწყოთ რეალურად მეთქი საქმის კეთება. აი სამთო-მოპოვებითი მრეწველობა, გადამამუშავებელი მრეწველობა, მსუბუქი მრეწველობა. პასუხი ის იყო, რომ აბსოლუტურად მართალი ხარ, მაგრამ თამარ ამის უფლებას ჩვენ ვინ მოგცემსო? ვინ მოგცემსო ამის უფლებას? და აი მე ეს პასუხი ჩემთვის დღესაც არის აბსოლუტურად გამოუგნებელი და ისე მიდის საქმე, რომ ალბათ ამის უფლებაზე რაღაცა ძალები ჩვენ არ გვაძლევს. 50 მილიარდი ქალბატონო დიანა არის საჭირო იმისათვის, რომ ქართული ეკონომიკა ფეხზე დადგეს. ჯერ ფეხზე არ დგას. 50 მილიარდი ფეხზე არ დგას, რბილად ნათქვამია ძა. დიახ, 50 მილიარდი როგორც ფინანსური რესურსი დღეს მსოფლიო ფინანსურ ინსტიტუტებში ამისი კრიზისი კი არის, მაგრამ ეს თანხა მოიძებნება და ნორმალური ბიზნეს გეგმა რო წარვადგინოთ, ჩვენ ამ სესხს ყველა მოგცემს საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტები ამ სესხს და დავიწყებთ საქმის კეთებას, ვალსაც გადავიხდით, ეკონომიკაც გვექნება და გავხდებით თანდათან ინდუსტრიული, მაღალტექნოლოგიური, მწარმოებელი ქვეყანა. აი, ჩემი დისერტაცია სწორედ ამას ეძღვნება. კი ბატონო, რომ ეს ყველაფერმა მოიყაროს თავი ერთად, ისეთ ხელში, სადაც ამას ექნება რეალური შედეგი. თამარ და ვიცი, რომ შენ ამას ცდილობას არ დააკლებ, არც ჟურნალისტური, არც პოლიტიკური, არც ეკონომიკური კუთხით, მე მხოლოდ წარმატება შემიძლია გისურვო და კიდევ ერთი სიტყვა. შეკითხვა მაქვს, ასეთი წლებია სალექციო საქმიანობას ეწევით მომავალ ეკონომისტებთან. ჯერ კიდევ სადისერტაციო ნაშრომის დაცვამდე. რას ნიშნავს თქვენთვის სტუდენტ-ლექტორის ურთიერთობა და რა მსგავსება განსხვავებას ხედავთ თქვენი სტუდენტობის დროინდელსა და დღევანდელ თაობას შორის? დიახ, ძალიან კარგი. თქვენთვის ეს ძალიან თვალსაჩინო იქნება. ჩემთვის სტუდენტი არის ქალბატონო დიანა ყველაზე მნიშვნელოვანი
ასე თქვა, ყველაზე მნიშვნელოვანი, რაც კი არსებობს აი ამ ჩემს საქმიანობაში დღეს, ეს არის სტუდენტი. თუმცა გეტყვით, რომ ძალიან ჭრელია დღევანდელი სტუდენტობა, არიან ძალიან კარგები, არიან ძალიან სუსტები და რას ხელი დაკვირვებით საშუალო რო იყო ძირითადი ის აღარ არის რადიკალური ის არის პოლუსებია. ნამდვილად მეც ასე ხედავ აუდიტორიას. მაგრამ კაპიტან დიანა უნდა ვთქვათ, რომ ეს თაობა არაფერ შუაში არ არის. არა, რა თქმა უნდა. ეს თაობა უბრალოდ აი ვიტყვი ამ სიტყვას, მაგრამ ეს თაობა ჩვენ გავწირეთ იმით, რომ ამ უაზრო რეფორმას ეს ვერ გაუწევთ შესაძლებლია. ეს თაობა არის სხვაი. კი ბატონო. მე იმდენად თანადგომით, აი სრული ემპათია მაქვს მე დღევანდელი. სხვანაირად არ შეიძლება ამ ახალგაზრდებთან დანაშაულია სხვაგვარი ურთიერთობა, თამრიკო. მე ბევრჯერ თქვი, მე ხო ჟურნალისტებთან ვარ და სასწავლო ჟურნალი რო გამოვეცი და აბა სხვაგვარად როგორ უნდა გაზარდო ბეშტონი მედია ასწავლო სტუდენტს და მას გაზეთი და ჟურნალის გამოცემა არ ანახო არ მიაღებინო მაგრამ და ერთი ჩემი კოლეგა გაოგნებული ეს ამ ბავშვებმა გააკეთე კი მე უთხარი ამ ბავშვებმა რანაირადო წერა-კითხვა არ იციან წერა-კითხვა შეიძლება უჭირთ იმიტომ რომ ეს გრამატიკა სკოლის პროგრამიდან ამოღებულია და არავინ ასწავლა მგონიერ უნიჭიერეს ბავშვს დიახ მაგრამ აზროვნებს არაჩვეულებრივად დამიწერა შინაარსი არაჩვეულებრივად გაუსწორე მე აბა ისთვის ვარ ჩამოვწერე ის გრამატიკული შეცდომები ერთჯერ მეუბნე ორჯერ სამჯერ აბა ისთვის ვარ აქედანაც გაწმილებულები გაუშვათ თქო დიახ გადაიწერა პირჯვარი არ არის რთული იცი შეიძლება და ეს თუ არ გავაკეთეთ აბა რა გადავყაროთ ეს ახალგაზრდები რატო აზროვნებენ არაჩვეულებრივად უნდათ იცით როგორი მონდომებით როგორი ენთუზიაზმით ნამდვილად და აი ასეთი მიდგომა და ისე ხარია რომ ზუსტად იგივეს მეუბნება ჩემი სტუდენტი რა სტუდენტი უკვე ისეთი კოლეგა მართლა საამაყო და მართლა მრავალმხრივი რა თქმა უნდა ამ ბავშვებს თუ არ უპატრონებთ დაკარგული თაობა არის ეს საშინელი გამოთქმაა როგორ რას ქვია დაკარგული თაობა ეს კი ერთს კარგავ მაშინ თუ თაობას კარგავ პირიქით უნდა მივეხმაროთ ყველაფერი წინა აქვთ ბოლოს და ბოლოს რა 20-21 წლის ბავშვები გრამატიკას ვერ ისწავლია ყველაფერს ისწავლია როგორ გეკადრება და იცით გვერდში დგომა უნდა თანაბრძნობა უნდა და დიდი მადლობა ამ დამოკიდებულებისთვისაც და ბოლოს სამწუხაროდ ჩვენი ვადა მგონი კიდეც გადავაჭარბეთ ჟურნალისტებმა კარგად ვიცით რომ ყოფილი ჟურნალისტი არ არსებობს და თქვენ 2007 წლიდან დღემდე გრიგოლ როდკიფანიძის საზოგადოების პრესმდივანით ხართ და საერთო გაზეთის კონსულტანტი ეკონომიკასა და სოციალურ საკითხებში ხომ რა ისახება ეს რაიმე გვარად თქვენ სალექციო საქმიანობაზეც დიახ, რასაკვირველია. ალბათ აისახება თქვენი წინა პასუხიდან გამომდინარე. აისახება, იმიტომ რომ იცით რა, ჟურნალისტიკაც ყველაფერში არის და ეკონომიკაც არის ისეთი ის მეოთხე ხელისუფლება და თუ ჭეშმარიტი ჟურნალისტიკა და ეკონომიკაც მოგეხსენებათ არის ისეთი დარგი თავისი ბუნებით, რომელიც ყველგან არის. ამდენად ეს პირდაპირ ახლა ის სალექციო თემატიკა და ის პროგრამული მხარე რაც არის, მაგრამ იქ არის რაღაცა ისეთი სივრცე პროფესორსა და სტუდენტ შორის ურთიერთობის, სადაც იქ რაღაცა მარცვალს ჩააგდებ. კი ბატონო. და მე ამას ძალიან ოსტატურად ვაკეთებ და დიდი იმედი მაქვს შენ ამას გააკეთებ. მით უფრო ახლა საყოველთაო გახდა ასეთი საგანი მედია და წიგნიერება. ანუ ნებისმიერი პროფესიის მომავალ სტუდენტებს მედია წიგნიერების ჩვევებს იმას რაზეც ახლა თქვენ საუბრობთ. კარგია, წინ მივდივართ კუსნაბიჭით, მაგრამ მაინც მივდივართ და ასეთი კადრები როგორიც თამარ დორიძეა, მე პირადად ძალიან მეიმედება, ვიცი რომ ქვეყანას ეცემედება. მინდა დიდი წარმატებები გისურვო ჩემო თამარ სტუდენტობიდან მიამაყები შენი საქმიანობიდან, შენი შედეგებიდან გამომდინარე.
მედია მოღვაწეობაში, პოლიტოლოგიასა თუ ეკონომიკის დარგებში ამ სამ უზარმაზარ სფეროში თანაბარი სიძლიერით, საინტერესოდ და შედეგიანად, რაც მთავარია. კიდევ ერთხელ დიდი მადლობა გადაცემაში მობრძანებისთვის, მონაწილეობისთვის, პრობლემური საქმიანი რაღაც შედეგის მომტანი საუბრისათვის. ურმესი მადლობა. უდიდესი მადლობა თქვენ. ძვირფასო პროფესორ. რა გითხრათ ძვირფასისა? თქვენ კი მომავალ ხუთშაბათამდე გემშვიდობებით ჩემო ძვირფასო ტელემაყურებლები.